სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდის სასულისაითა. როდესაც დღევანდელი მსოფლიო მოვლენების კალეიდოსკოპს შეავლებ თვალს, ვერაფერს სამუგეშოს და კარგს ვერ ნახავ, შეიძლება ითქვას. პირიქით, დღითით ღრმავდება ჩვენ კაცთა მოდგმის უზნეობა, უღმერთობა, ეთნოკონფლიქტები, ომები, სისხლიანი და ყოველივე ის, რაც თან ახლავს ამ ყველაფერს. ისე რომ ქრისტიანული სული შეძრწუნებული არის და ეძებს გამოსავალს. ჩვენ გვაქვს გამოსავალი, ეს არის უფალთან კიდევ უფრო მეტი სიახლოვე, მეტის მეცადინეობით ცდელობა ეკლესიური ცხოვრებისა, რომელიც არ არის რომელიღაც სარწმუნოება, ერთ-ერთი რიგითი ან რიტუალების კრებული. ეს არის ის რწმენა, რომელიც ძეღუთისამ ერთმა სამებისაგანმა ზეციდან დედამიწაზე გადმოიტანა ჩვენთვის მიუწვდომელი სახით. განკაცნა რა სულისაგან წმინისა და მარიამ ქალწულისაგან და ყველა სიკეთის სილ, რაც აღასრულა დედამიწაზე, რომელიც ჩვენ კაცთა მოგვაგო სრულიად დაუმსახურებლად მიუხედავად ჩვენი ღვთის გამარისხებელი ცოდვებისა, მან ყველა ეს მოწყალებანი აღასრულა და საბოლოოდ პასუხად კაცთა მოდმისგან მიიღო უკანასკნელი იმ დროისათვის დამამცირებელი სიკვდილი ჯვარცმის სახით, მაგრამ ეს ღვთაების თვისებაა, ის რაც იყო ყველაზე შეურაცხყოფელი, გაეხადა ყველაზე პატიოსანი. ჯვარი, რომელიც დასჯის უკანასკნელი საშუალება იყო ყველაზე უფრო ვერაგი ავაზაკებისა, გახდა მაცხონებელი ჩვენ კაცთა მოდგმისათვის. ეგ სულაც არ არის შემთხვევითი, რომ უკანასკნელ ჟამს, უკანასკნელი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც 45 დღე და ღამე კიდევ იქნება ცალზე გამოსახული ნიშანიც ისაკაცთა ჯვარი პატიოსანი, ღმერთი უფალი ერთხელ კიდევ მოგიწოდებს კაცობრიობას სინამდვილისაკენ, ჯვარცმულისაკენ, საიდანაც ჯვრით გამო მან მოგვიტანა სულისხონება, მარადიული სიცოცხლე. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ჩვენ რომ შეგვეგრძნო რამენაირად თუ რა არის სამოთხე და რა საზარელია ჯოჯოხეთი, მეხსეულად იმავ წუთში შევიცვლით სოფხედველობას და ცხოვრების ბრძამს. მაგრამ რაც დრო გადის, როგორც შესავალში თქვი, სულ უფრო და უფრო ისეთი მოვლენები ხდება, რომელიც კიდევ უფრო აშორებს კაცთან მოდგმას ღმერთისაგან და არა უბრალოდ აშორებს მხოლოდ, არამედ ანტიღმერთის, ეშმას, ანტიქრისტეს, მომავალი ანტიქრისტეს, რომელშიც ეშმაკი გამოგვეცხადება და იმეფებს დედამიწაზე, მონებით და მსახურნი ხვდებით. აი, მოიგონეთ თუნდაც რამოდენიმე დღის წინ, უკვე ყმადაღებული თემა არის დღეს, როგორც საერო ისე სასულიერთა შორის, რა მოხდა პარიზში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე. ავტორი ამისი, ეს შემსრულებელია, რა თქმა უნდა, არის გვარა ჯოლი. ფრანგულად ნიშნავს ლამას. გვარი კი ლამაზი აქვს, მაგრამ უკეთური საქმეები აღასრულა, მაგრამ ეს ერთადერთი არ არის ასეთი. ეს არის ერთი მათგანი იმ ფსევდოლიბერალებისაგან, რომელიც ყველნაირად ცდილობენ ყოველგვარი საფუძველი გამოაცალონ ადამიანური ცხოვრების ზნეობას, სარწმუნოებას. ადამიანი ამისთვის შეიქმნა, რომ დაუსრულებლად ისწრაფოდეს ღმერთისაკენ. შესირავდეს მას ქების მსხვერპლს, სადაც როგორც ფსალმურშია ნათქვა, მისი გადარჩენის გზა არის. მაგრამ რას გავს ეს ყველაფერი, რაც ხდება? ესე იგი კიდევ ერთი საყოველთაო მსოფლიო პაროდირება მთელი მსოფლიოს წინაშე კაცთა მოდგმისა, ქრისტესი და საიდუმლო სერობისა. ანუ წმინდა ევქარისტიისა, წმინდა ზიარების საიდუმლოებისა და მიმყოლ ყველა იმ სწავლებისა და საიდუმლოებისა, რომელიც ქრისტემ ზეციდან მას დედამიწაზე მოიტანა. ეს არის ღმერთის აბუჩად აგდება. ესე იგი ღმერთი მოვიდა ჩვენთვის თვითანგელოსათვის მიუწვდომელი სახით, ღმერთი მონის სხეულში მოვიდა, მონის ბუნება მიიღო, ყოველივე მათ შორის უძლურებანიც მიიღო, ყველაფერი გარდა ცოდვისა, რომ ჩვენ სიკვდილისა და ხრწნილებისაგან გამოვეხსენით და ჩვენ კი რას ვჩადით? კიდევ უფრო და მეტი მომეტებით ვლანძავთ ღმერთს, აბუჩად ვიგდეთ, დავცინით. როგორც მას ჟამსაშინა 2000 წლის წინათ ყრიმალში ვცემდით, პაგურს ვცემდით, ვანერწყვევდით, ეკლის გვირგვინს ვადგამდით, პაროდირებას ვაკეთებდით, თითქოს ის მეფეა განმოსეთ მისი სამოსელი და შევმოსეთ პორფირის სამეფო და მერმე უკანასკნელი სიკვდილით დავსაჯეთ, დღესაც იგივეს და უფრო მეტის მომეტებით და გულმოდგინებით მოშურნეობით აკეთებს ადამიანი. ესე იგი ეგრეთ წოდებული სექსუალური უმცირესობა LGBT, ანუ სოდომი ბიბლიურად რომ თქვათ, თავს გვახვევს ზალადობით თავის უზნეო შეხედულებებს და ცხოვრების წესად, ცხოვრების ყველა სფეროში და ყველა ასაკში სურს დაადგინოს სოდომი. აგერ ბავშვების ოპერაციები, რომლითაც მათ აკეთებენ გოგონას, ბიჭუნად, ბიჭუნას გოგონად.
და როგორც უკვე მედიცინა ამბობს, არსებითი ცვლილება არ ხდება სინამდვილეში მასში და ეს უფრო აღრმავებს, ამოკლებს მის სიცოცხლეს სხვადასხვა დაავადებებს. ეს სხვა არაფერი არის რა თუ არა ფსიქიური დაავადების ნაირსახეობა. მაგრამ წარმოიდგინეთ ამათი ძალმომრეობა 7 წლიდან ბავშვს უფლებას აძლევენ ამოირჩიოს რა სქესის უნდა იყოს. ეხლა ბავშვი რა არის? აი როგორც ჯერ კიდევ პლატონი ამბობდა, ცნობილი ფილოსოფოსი, ადამიანის სული საზოგადოდ მეტადრე ბავშვის არის ის ცვილი, რომელსაც გარემოება რა ანაბეჭდად დაადებს, იმ თვიფს ატარებს. ბავშვი, რომელსაც ჯერ ბოროტისა და კეთილის გარჩევაც არ შეუძლია, ხეირიანა, 7 წლამდე საერთოდ არ შეუძლია გარდა ცალკეული შემთხვევებისა და 7 წლიდან მეტნაკლებად. ასეთ ბავშვს აყენებენ მარაზმატული არჩევანის წინაშე, შეიცვალოს სქესი. ეს რა არის ზოგიერთ იქით რამდენად დიდი ცოდვაა? ეს არის ჯანყი, ერთ-ერთი სახე ჯანყის შემოქმედი ღმერთის წინააღმდეგ. ბიბლიაში, როდესაც ადამ და ევას შექმნაზეა საუბარი და 64-ში დადგინებაზე, გარკვევით არის ნათქვამი: მამა კაცად და დედა კაცად შექმნა ღმერთმა ადამიანი, მაგრამ ესენი ღვთის კურთხევას არ ეპუებიან და ამაშიც ემტერებიან ღმერთს და ილაშქრებენ მის წინააღმდეგ. და ეს ერთი შემთხვევა რომ იყოს, უამრავი სხვა შემთხვევა არის ამისო. ეხლა როგორია გამოხმაურება? თვით ფრანგულ, უკიდურესად ლიბერალურ კათოლიკურ სამღვდელოებაში დიდ აღშფოთებას ჰქონდა ადგილი. ესევე იტალიის და სხვა კათოლიკურ ზონაში, თორემ მართლმადიდებელში რომ უნდა იწვევდეს და იწვევდეს, ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ ხო ის საკვირველება. ამაზე მეტად რომ უკიდურესი ფსევდოლიბერალებიც კი აღშფოთდნენ ამ პაროდირებაზე ქრისტეს და მის საიდუმლოების, მე ის მაკვირვებს, რომ მართლმადიდებელთა შორის მოიპოვებიან თვით სამღვდელოთა შორის ისეთი სასულიერო პირები, რომლებიც ამას არ აკრიტიკებენ, იწონებენ, აღშფოთებას არ გამოქვენ, პირიქით ამართლებენ. რამდენადაც ეს უდიდესი ცოდვაა და მაცდუნებელია, როგორც მისი მრევლისთვის, ისე საზოგადოდ ვინც მოისმენს, მათ შორის არაეკლესიურები, გვარსა და სახელს ამჯერად დავასახელებ. კი არის ცნობილი გამოთქვა, კოლექტივის თავმჯდომარის გვარსა და სახელს არ დავასახელებ, მაგრამ ისე დავახასიათეთ კოლექტივის თავმჯდომარე, რომ უკვე გასაგები გახდა მისი ალაპარაკი. აი ეს სოციალურ ქსელებში ხშირად გამოაჩენებს ხოლმე ერთი ესეთი მღვდელია საქართველოს ეკლესიის ევროპის ერთ-ერთი ეპარქიიდან, ვინმე თამაზ ლომიძე, რომელიც გამორჩეულია თავისი ფსევდოლიბერალური შეხედულებებით და შეფასებებით და პრაქტიკულად ხარს უჭერს და მათ გვერდზე არის. და ეხლა რა თქვა, ხო ის საოცრება, რატომ დაინახეთო ამაში ქრისტესა და საიდუმლო სეროვის ზიარების პაროდირება? აქედანაც ჩანს, რომ თქვენ არ ახართ ნამდვილი ქრისტიანები. ესე იგი, ვინმე ლომიძე არის ნამდვილი ქრისტიანი, რომელიც გაუკუღმართებულად აფასებს იმას, რაც მოხდა და რაზეც თავად ორგანიზატორებმა საჯაროდ ბოდიში მოიხადეს და 24 საათში გააქრეს სოციალური ქსელებიდან ეს სანახაობა, ეშმაკის მოსაწონი. თვით მათ მოიწონეს. ესე იგი, რასაც ეს ჟოლი ამბობს, განმასახიერებელი ამ სისაძაგლისა და ღვთისმგმობელობისა, რომ ეს რატომ გონიათ, რომ არის საიდუმლო სეროვის პაროდია, რატომ გონია და ძალიან გავს და იმიტომ გონია. და თან ვინ ტრანსგენდერები თამაშობენ ამ ყველაფერს რა, სისარტყელების ფერზე. სისარტყელა რომ აქვს სიმბოლოდ სოდომიტებს, LGBT-ს. ესე დაცინვა ბიბლიისა და მისი სწავლებისა. როდესაც ღმერთმა წარღვნა აღასრულა, მშვიდობის ნიშნად სისარტყელა გამოფინა ცაზე. ესე იგი, ამით რასაუბრობ, რომ ღმერთი ჩვენთან შერიგებულია. ღმერთისთვის არ არის გამარისხებელი სოდომი, მამათ მავლობა, დედათ მავლობა და მასში ბიბლია რომ იწერებოდა პავლეს ეპისტოლეების ხოსაც აკრიტიკებენ მათ, წარმოდგენაც არ ქონდათ რომ ტრანსგენდერები იარსებობდნენ და ბოლოსაც ეხლა ევროვიზიაში გამარჯვებულია. ჯერ რას გავდა რა, უბრალოდ თუ შეხედეთ. მინდოდა მეთქვა კაცი მეთქი, მაგრამ ის ამბობს რომ მე არც კაცი ვარ, არც ქალი ვარ. წამახალისებელიც არის და აი გინდა გამარჯვება, რაც უფრო სოდომს მიემსგავსები, რაც უფრო მეტ გარყვნილებას გადმოადგენ. თეატრის მსახიობებთან მილაპარაკია წლების წინ და ამბობენ რომ გთხოვე რომ რაც შეიძლება მეტი ეროტიკულ სექსუალური სცენები იყოს, თუ გინდა დაგაფინანსოთ. ეს იყო სააკაშვილის დროს. და გამომდინარე იქიდან რომ მოჯახები ყავთ, იზოლებულს ხდიან, რომ ეს ეროტიკული სცენები გაითამაშონ. მუფალი ღმერთი ამბობს, სტუნება ამ სოფელში უნდა შემოვიდეს, მაგრამ ბრალი მისი ვისგანაც შემოვა. მიუბრუნდეთ ჟოლის და ლომიძეს. ესე იგი, ჟოლი ამბობს, რატო დაინახეთ ქრისტესა და მის სეროვის მიბაცვა. ეს არის ანტიკური ღმერთების განსახიერება. დაუშვათ ასია. რატომ ქადაგებ წარმართობას? მაშინ გეკითხები, როცა ევროპა არის უძველესი ქრისტიანული ქვეყნების კრებული. ქრისტიანულ სარწმუნოებაზე და კულტურაზე აღმოცენებული ევროპული ცნობიერება. რატომ აკეთებ ამას? სადაც ერთ-ერთი მათგანი ვითომ ღმერთი დიონისე
არის თითქმის შიშველი, ოღონდ ტროპიკული თუთიყუშივით გაფერადებული. დანარჩენებს არ ვთქვი, ცენტრში დგას ფაშფაშა ტრანსგენდერი, რომელიც ქრისტეს განასახიერებს. ამაზე მეტი დაცინვა და აბუჩათაგდება რა არის. მაგრამ მიმოწველები ჩვენ საქართველოს არის რამოდენიმე წლის წინათ ერთმა ფსევდოლიბერალმა ვითომ მწერალმა დაждდა უნიტაზე ბიბლია დახია და შეჭამა. არ გავაგრძელებ რა გზა გაიარა მისი ბინძური პირის პოტენცია და ზიგზაგები. გესმით თქვენა? აი გამოხატეს ღვთისმშობელი მარიამი მიდგომილი ფეხმძიმე, რომელიც თავს იკლავს. ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონა ცნობილი ინსტიტუტიდან, რომელიც არის სამჭედლო ფსევდოლიბერალებისა. გავაგრძელო კიდევ? ახლა ხელისუფლებაში ამათი დაბრუნება უნდათ ამ მარაზმატულ მსოფლიო გლობალურ ხელისუფლებას, რომ მეტი სისაძაგლით დასინონ ქრისტესა და მის ეკლესიას. და ესე იგი, ეკლესიასაც შეეხებიან, ეკლესიას დიდი ხანია ეხებიან. მაგრამ წმინდა იპოლიტე რომაელი 17 საუკუნის წინასწარმეტყველებს უდიდესი მწუხარებისაგან ეკლესიების აგვიტირდებიან. თვითონ ეკლესიაში შემოვლენ. ესული შესულია ლომიძეების სახით, რომელიც იგივე სიტყვა სიტყვით იმეორს, რაც ჟოლიმ თქვა ამ ფსევდოლიბერალმა. სოდომიტმა რაც თქვა, იგივე სიტყვა სიტყვით მღვდელი ლომიძე იმეორებს. და რაღა განსხვავება მათ შორის. ის ღვთის სიტყვას ქადაგებს, როგორც თვითონ ესმის. ერთი წმინდა მამის არ იყოს, განებე თავი ამ იეღობელებს, ამდენს თუ ლაპარაკობთ პოპულარულს ნუხდითო. ესე ამათი საუბრით. და რამდენი მიმბაძველი ყავს ეკლესიაში. ამან როგორ უნდა ასწავლოს და ასე შემდეგ. საერთოდ წმინდა მამა როგორც ამბობს დიმიტრი როსოვი, ყველაფერი მცირედიდან იწყება, ყოველგვარი დაცემა. ჯერ მცირედი რა მოხდა, ან გემოს გაუსინჯელ და მე ადამიანი მანკიერების ტყვეობაში ეცევა რა კი არ არის ხარ მათმორწმუნე ადამიანი და საბოლოოდ იღუპება და მეტი რა უნდა გირა საყვარელს ედგიწერია თამბაქოზე რა მოაქვს. ნაადრევი დაბერება, ფილტვების კიბო და ასე შემდეგ. ესე იგი არა ხარ უგუნური, როცა გეუბნებიან ამას თუ მოწევ, შენ ეს დაგემართება, მაგრამ რა ადამიანის უფლება. აი რას ნიშნავს იყოს ეროვნული და ღვთისმოსავი ხელისუფლება, რატომ დააფეს მირონცხებული მეფობა და ესე შემდეგ, რომ თავისი სრულმოძღვრებები კარგად და გვარიანად გაერთიანებინათ მოსახლეობაში და დიდი წარმატებაც აქვს მე მინდა გითხრათ. იქამდე მივიდნენ, რომ ევროპის წნეხით, როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რამოდენიმე თვის წინათ აიძულეს და მიიღეს კანონი ნარკოტიკების ლეგალიზაციის შესახებ, კერძოდ მარიხუანას. მაგრამ მარიხუანაზე როგორც წესია, ამბობენ შესატყვისი ექიმები, სამედიცინო მუშაკები, არ ჩერდება ადამიანი. და მერე გადადის უკიდურეს სახეებზე, რაც სწრაფ სიკვდილს იწვევს ადამიანში. ესეც შესავალში, როგორც ვთქვით, მოსახლეობის შემცირებისკენ არის მიმართული. ნარკოტიკებით, ეთნოკონფლიქტებით, ომებით, კოვიდებით. ეს ბიოლოგიური იარაღია. მე ჩემ თავზე გამოვცადე რა არის. აი რაც სულებები მოხდა ჩემს გონებაში და ორგანიზმში. ისე როგორც ბევრმა გულის ტკივილით მითხრა, რომ გაუჩნდა ისეთი დაავადება და მათ შორის ქრონიკული სახის, რომელიც არასდროს არ ქონია. განსაკუთრებით მომრავლდა კოგნიტური დაავადებები, ტვინის დაავადებები, 4 მძიმე სახე მათ შორის. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება. ეხლა აბრალონ ერთმანეთს ჩინელებმა გაუშვეს თუ შეერთებული შტატების ხელისუფალს. რა მნიშვნელობა აქვს? ალია და ჩალია ორივე თათარია. ადამიანისკენ არის მის მოსასპობად მიმართული. პირველ ყოვლისა ავადმყოფი ადამიანებისა და მოხუცებულებისა. როგორც ამბობ პენსია, არა, პენსიის გამო კი არ აკეთებენ, მოსახლეობის შემცირებას რომ თავად მასონები ამას უწოდებენ ოქროს მილიარდს. 10 მილიარდი ლამის მოსახლეობა დაიყვანონ 1 მილიარდამდე. როგორი ბოროტებები იმთხევა გარშემო და როგორც ჩვენ შევწყვიტეთ სიტყვა იპოლიტე რომაელთან, იმდენად დიდი მწუხარებები იქნება, რომ ეკლესიას აგვიტურდება. არა მარტო ერში გარეთ, არამედ თავად ეკლესიაში. ჩვენ ხშირად გვიტყვამს და გავიხსენებ, რა მოხდება კერძოდ. გაიტანენ ეკლესიებიდან ხატებს, პირველ ყოვლისა აღდგომის ხატს. იმიტომ რომ აღდგომა არის საფუძველი ჩვენი ცხონებისა და მასში რწმენა. მერე წმინდა ნაწილებს, მოწამეთა სხეულის ნაშთებს, რელიქვიებს დაამახინჯებენ წამს რწმენის სიმბოლოს, დაამახინჯებენ ბიბლიას. ამიტომ ამბობენ მამები, რომ ჯერ კიდევ შეიძლება ბიბლიის კითხვა. რაში მდგომარეობს დამახინჯების არსი? სადაც ურიებს, ებრაელებს რამე უარყოფითი ტონით იქნება ნათქვამი, ყველაფერს ამბობენ, მათ შორის რომ ქრისტეს კვლელები არიან, ჯვარცმელები და ასე შემდეგ. და როგორც წნეხში ეყოლებათ მართლმადიდებელი ეკლესია თავად განსაჯეთ საყვარელო. და არც თუ ამგვარი ლომიძეების დამსახურების გარეშე, რომელზედაც ასეთებზე ჯერ კიდევ ნეტარმა პელაგია რიაზანელმა იწინასწარმეტყველა ლამის საუკუნის წინათ, რომ ესენი თავად წაუძღვებიან თავიანთ სამრევლოებს ანტიქრისტესზე და ჩააბარებენ მას. მოიგონებენ, რა თქვა. აი როგორც დღეს ეს უხამსობა გაამართლეს ამგვარმა მღვდლებმა და თვით კათოლიკებმაც კი დაგმეს, წვალებლებმა. აი ასევე ბოლო დროს იტყვიან.
ნუ რატო გონია? ნახეთ როგორი ომები იყო, კონფლიქტები, როგორ დაამშვიდა, დააწყნარა მსოფლიო და ამას სწორედ ეს საიდუმლო ორგანიზაციები აწყობენ ყველაფერს და როცა ჩააბარებენ მსოფლიო ხელისუფლებას, ბრძანებას გასცემს და რასაც თვითონ იწვევენ სინამდვილეში ერთხანს ილუზიაში დააცხროს. ილუზიას შეთქმის, რომ თითქოს მოვიდა და რას უწოდებენ? გაგეცინება მართლმადიდებლები. თავარი მშვიდობის ყოფილი, რომელიც უბოროტესი მტერი იქნება, თავად ქრისტემ თქვა, ჭირის დღეები, რომელსაც ის მოიტანს, არ ყოფილა დედამიწაზე და არ იქნება ქრისტეს დიდების დაბრუნებამდე. რა უნდა იყოს ესეთი საშინელება? აი ესეთი ფსევდომღვდლები თავად მოამზადებენ თავიანთ სამრევლოებს ეშმაკთან შესახვედრად. როგორ გავიგოთ მამა რომ ფსევდომღვდელია? ხე ნაყოფით იცნობა გითხრა უხალმა 20 საუკუნისა. შეხედე როგორც აზროვნებს, როგორც ქადაგებს, ჭყალებში ამას ქადაგება აღარ ქვია ღვთის სიტყვისა და როგორც ცხოვრობს. მის გარეგნობა შეხედე, თუმცა ყველაფერი საჩინო გახდება. ვინ არის? როგორც უფალი ამს არადროს კეთილი ხე ბოროტნაკობს არ გამოიღებს და არადროს ბოროტი ხე კეთილს არ გამოიღებს, არამედ ხენეშს, როგორც სახარებაშია ნათქვამი. ამიტომ მათ ერიდეთ ამბობენ წმინდა მამები, როგორც მგლებს ცხრის ქულში გახვერულთ, საცდურად შემოსულთ ეკლესიაში, ქრისტეს სამწყსოში. იმიტომ რომ როგორც ფსევდოლიბერალი სოდომიტი აზროვნებს, ისევე ამართლებს ამ დაცინვას და ამბობს, რომ აქ ანტიკური კულტურის შერწყმა, მოგონება დიონისის კულტურის ნაწილია, რა თქმა უნდა, დიონისი არის გარყვნილების და მემხრალეობის ღმერთი, მოკლედ რო გითხრათ და გასაგებად. იყო დრო, როცა მამაკაცის ფალოს აცმული დადიოდნენ ქუჩებში და ორგიები და რიტუალები ჰქონდათ, მსვლელობები. არც დღეს არის შორს ამისგან. ეხლა უმჯობესი და უსწრაფესი საშუალება ინტერნეტი, ტელევიზია და როგორც ჯერ კიდევ ნაპოლეონი ამბობდა, ცნობილი ნაპოლეონი, ად გაზეთს, მათი ტელევიზია არ არსებობს, ად გაზეთს იმასე მეტის გაკეთება ძალუს, ვიდრე ნაპოლეონის 100,000-იან არმიას. ლამის მთელი იმ დროინდელი მსოფლიო დაიპყრო და ხედავ რას ამბობს თავად ნაპოლეონი. რა დიდი ძალა აქვს აგიტაცია პროპაგანდას. გაზეთი დღეს თითქმის აღარ კითხულობენ გაზეთებს. ინტერნეტი არის ზემძლავრი საშუალება. ასეთ მეცნიერულ აღმოჩენებს და ტექნოლოგიებს ჯერ კიდევ 300 წლის წინათ წმინდა ნილოს მირონ მდინარემ უწოდა მანკიერი მეცნიერება. რატო მანკიერი? იმიტომ რომ ადამიანისთვის სიკეთე კი არ მოაქვს, მოაქვს ბოროტება. ავიღოთ აი თუნდაც მობილური ვახსენე, ინტერნეტი გარჭული აქვს ყურებში, სასმენლები. სულ მასში იყურებიან, აი დღეს ქუჩაში მოდიდი, რამდენიმე ახალგაზრდა დავთვალებ, კაცი, ყველანი ჩაძრული ლამის ავარიაში მოყვა ერთი მათგანი, გოგონა. ისე იყო ჩამძრალი ტელეფონში. თან როცა ყურებზე გიკეთია, ხო ხმა არ გესმის, გარედან გესმის ის, რასაც გაწვდიან. ჯერ ერთი რომ ეს არის უაღრესად საშიში ჯანმრთელობისთვის. აქვს უდიდესი გამოსხივება. აი მე ადრეს ვახსენე, მეცნიერი ყავს აქ ბიოლოგი, პროფესორი, რომელსაც თხოვე რომ თანამედროვე ევროპელი მეცნიერების ნააზრევი მობილურების შესახებ. მაშინ ახალი ხილი იყო რამდენიმე წლის შემოსული. გასაოცარი რამ არის. იწვევს პირველ ყოვლისა ნერვების დაბოლოებების ათვისებიან სიმსივნეს. სასმენელის, ყურის, თვალის, მხედველობის, ასევე ტვინის კოგნიტურ დაავადებებს. სხვაზე რო არაფერი. მერმე, რაც უფრო შორიდან რეკავე განსაკუთრებით პირველ ზარზე, მით უფრო ძლიერია გამოსხივება, დასხივება ადამიანის. ამიტომ ჩემი რჩევა, ჩემი კი არა მეცნიერების, როგორც მამაშვილებს კეუბნებით, პირველის არის გაუშვით, გაატარეთ. არაი, მეტადრე ყურზე არ მიდე. თუ გაქვს საშუალება, მიკროფონი ჩართე. თუ ძალიან ხმაურია ქუჩაში და არ ისმის, უკიდურეს შემთხვევაში მაშინ შეიძლება ყურთან მიიტანო პირველი სიგნალის შემდეგ. მე ეს ჯეხუთი ანტენები რო გამრავლდა, ისარგებლეს, ეს არის დამანგრეველი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. გარდა ყველაფრისა, მონეტას ორი მხარე აქვს. ამზადებენ საყოველთაო ელექტრონულ კონტროლს, რაც შეიძლება მალე იყოს ნაპოვნი მათთვის არასასურველი ადამიანი გაშიფრული და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი ამ საერთო ელექტრონულ სისტემას რომ არ დაემორჩილებიან ჭეშმარიტი მორწმუნეებით და გავლენ ტყეღრეში და ასე შემდეგ, იმდენად ავადმყოფურად პატივმოყვარე იქნება ანტიქრისტი, რომ გაგზავნის თავის შიკრიკებს, იქაც მოძებნიან რომ დაბეჭდონ მისი ბეჭდით. მასულს ყველა მას კი არ სურს. ის ზომბია თავად მასში 12 წლიდან სატანა იქნება შესული. მის მიერ როგორც თავისი რჩეული ჭურჭლისა მართავს თელს ქვეყნიერებას. ეცდება ამას. ეხლა ამას წარმოვიდეთ, ახლა შიშის ზარი გეცემა, მორწმუნესაც კი. მაგრამ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის ჩვენი მაცხოვრის სიტყვები, რომელიც წარმოთქვა ამაღლების ჟამს. მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე დასასრულამდე ქვეყნიერებისა. ამენ. ჩვენთან არის ღმერთი, უნდა გვწამდეს ეს. არაუბრალოდ სიტყვები თქვა წმინდა ფსალმუნებიდან, ღრმად გვწამდეს. თავად უფალი ამბობს სხვა ქადაგებაში, სადაც თუნდაც 2 და 3 ადამიანი ჩემი სახელით შეიკრიბება, შორის მათსა ვარ მე.
აი ახლა ჩვენ რომ შევიკრიბეთ მისი ყოვლადწლიან დედის სიყვარულისთვის და თავად მისგან ხორჩესმულისა ჩვენთან არის ღმერთი თამამად სისავსით გულისა ვამბობ ჩვენ მაგრამ ღმერთი რომ სულ ჩვენთან იყოს საჭიროა ჩვენც ვიყოთ ღმერთთან როგორც არ უნდა დაეცე წამოდექი ღმერთი ჩვენი არის სულგრძელი და მრავალმოწყალე განუწყვეტლი ნებისმიერ ვითარებაში საამურ ცხოვრებაში რაც სინამდვილეში ნონსენსი არ არსებობს ასეთი ცხოვრება არავისთან განსაცდელებში ავადმყოფობაში ყველაფერ ამაში ვეძიებდეთ და თვალის არეში ყავდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამ დილას როცა დავაპირე წამოსვლა ტაძარში სახლიდან ერთ-ერთმა ჩვენმა მრევლთაგანმა მოხუცებულმა ადამიანმა დამეკარა ერთი იკვირისი დაახურა წირვაზე იყვაკ და ლამის აკვითინებულმა შემომტირა როგორც მოძღვარს მამაო ხელი და ფეხი წამერთვა ვეღარ დავდივარ ხელებს ვეღარ ვამოძრავებ ისეთი მძიმე დაავადება ჰქონდა და გაუარეს და კოვიდის მერე განსაკუთრებით ეს ერთ-ერთი მღვდლის სიდედრი არის ის მღვდელი ჩემი ბრევლია კოვიდის დროს აი ამ საბადმყოფოში მოიყვანეს და დააწმინეს თუმცა მე მრევლს ურჩიე რომ თავი აარიდონ ყველაზე მეტი დაიხუცა საბადმყოფოში და მე რეგა გავიგეთ რომ ინფიცირებული იმის ასუნთქენდნენ და ვინც ჯანმრთელი იყო ის სავალდებოდა და კვდებოდა იმიტომ რომ ამ 4 მუშკეტერს როგორც შეარქვა დაცილვით ხალხმა ვაშინგტონში მალე-მალე დარბოდნენ რა იმ ნაცეები და სხვები ფულის ტრანშები და ინსტრუქციები ჩამოჰქონდათ კიდევ როგორ გაჟუჟულ მოსახლეობა პირში სული როგორ უდგათ როგორ ცხოვრობენ თვალზევით როგორ სვებენ საერთოდ ეს ადამიანები და მსგავსი ამათი მოკლედ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა და ვერ გამოდიოდი აღარ უშვებენ შეგიშვებენ დამთავრდა შენია მოსვლა ჩვენია გაგიშვებ თუ არა არ უშვებდნენ ისე დეპრესიაში ჩავარდა ესე იგი წლები 10 წელი მორწმუნე რომ ლამის თავში აზრი მომდიოდა რომ ფანჯარა გამეყო და გადამეგდო თავი გარეთ ასე დაემართა ერთ სხვასაც ჩვენი მრევლიდან იქ მამაკაცია ასაკოვანია ერთის მეორეც და ბოლოს სიძემ ჩაუწყო საქმე პირდაპირ გეტყვით ერთ-ერთი მისი მრევლთაგანი აქ მუშაობდა და ამ ექიმის მიერ არალეგალურად გამოიყვანეს იქიდან და გადარჩა იყო სიკვდილის პირას დანარჩენზე აღარ ვილაპარაკებ რა მძიმე ვითარებაში გვიწევს ცხოვრება როგორი დამძიმებული გულები გვაქვს მაგრამ ვინც მოიპოვა ქრისტე თავის გულში ნათელი დაუღამებელი ის ყველამ განსასწელს გადაუტანს რა იმიყოს მე კაცმა ამბობს მოციქულ პავლესავით ერთადერთი რისიც უნდა გვეშინოდეთ აგრძელებს იოანე ოქროპილი მსოფლიო მამა და მასწავლებელი ეს არის ცოდვის ჩადენა არა ვისი და არაფრისი არ უნდა გვეშინოს პავლე მოციქული საოცარ სიტყვებს ამბობს ერთ-ერთ ეპისტოლეში მე მიყვარს ქრისტე მე უკვე აღარ მეშინია ღმერთისა ღვთის მოშიშება არის ცნებების აღწულება ამით დაიწყო და სიყვარული მოიპოვა ქრისტეს რწმენით იმედით მოიპოვა ფრიალება ქრისტესი ასეთი პავლესთვის აღარაფერი არ არის არც აზარელი არც აშინელი გადაიკითხეთ საყვარელო თუნდაც ხადაგიგოსავით მისი ეპისტოლები მეორე სახარებას რომ უწმდეს ეკლესიას რამდენი ჭირვარამი გადაიტანა რამდენი ცემა გაძევება ზღვის გულში იყო სიკვდილის თვალებში უყურებდა რამდენიმე დღე და ღამე მაგრამ ღმერთმა დაინარჩუნა იმიტომ რომ პავლეს მიერ ჯერ კიდევ ბევრი უნდა გაენათლებინა სახარების მადლით და ბევრი უნდა განეკურნა საყვარელო პავლეს არათუ სიტყვა და ლოცვა ოფლი და სამოსელიც კი კურნავდა იმდენად ღმერთშემოსილი მამა იყო მაგრამ ისი რომ ამ მადლის მოძალებით ხიბლში არ ჩავარდნილიყო ღმერთმა მოუვლინა მასაც სატანის ანგელოსი რა ავადმყოფობა იმდენად მძიმე რომ უაღრესად დაუძლურებული შეიქმნა ზოგჯერ ეცემოდა პირდაპირ მიწაზე როგორი ადამიანი რომელიც სოფლით არჩევს და თავად ცნეულებაში უმძიმეს ცნეულებაში მაგრამ ასეთმა პავლემ ყველაზე მეტი ქვეყნები და ერები გააქრისტიანა ამიტომ უწოდა მადლიერების გრძნობიდან გამომდინარე წმინდა ეკლესიამ ენების ძველ ქართულად ბიბლიურად ერებსაც ნიშნავს ერების მოციქული უმეტესი ერებისა მან მოაქცია ვინც ყველაზე უძლური იყო შორის მოციქულთა და ქრისტეს მოწაფეთა რომელიც ამაღლემალდე 500 მეტი ყავდა და მერე ემატებოდა გესმით საყვარელო და აი მაშინ თქვა პავლემ უფალმა უთხრა როცა კურნებას თქვა პავლემ სამჯერ თქვა და მესამედ გლოსვლალი თქვა მასა მე ჩემს ზალას უძლურებასაში აღვასვი და მე პავლე პერი დამიცა ამბობს პავლე ადამიანი პავლე კი არ სასწაულით მოქმედეს გასაოცრად ის კი არ ქადაგებს და დაიმორჩილებს და მოიმოწაფებს ამდენერებს არამედ მხოლოდ სული ღვთისა რომელიც პავლეში უხვად იყო ყველა თავისი ნიჭებითა და სისავსით ჩვენს ასევე უნდა გვეუფლება თვით დაჯერებულობა რომ რაღაც სიკეთეს ჩავიდენთ და ზოგჯერ იძულები და ვიყურებენ ასე ვთქვათ და მე მოვდებ თელ ქვეყანას რომელიღაც ფერად სიზმარს ვნახავ და ყველას უნდა მოვუყვე და თავი წარმოვაჩინო როგორც ღვთის რჩეულმა მატლბარ და
არა კაც, ამბობს უფალი იესო ქრისტე, ხორცში მოსვლამდე ამბობს დავით წინას, თავისი მამის პირით, მესის მამა ეწოდება დავით წინასწარმეტყველს. ქრისტე მაცხოვარო, გასაკვირველო თავდაბლობა. თუ შენ მატლი ხარ და ჩირკი, მე არ ვიცი ვინა ვარ. მე მატლი და ჩირკიც არა ვარ. მაგრამ როგორ გიყვარს ადამიანი, რომ ყოველივე მოიმოქმედე, ყოველივე დაითმინე, უკანასკნელი და მწარე სიკვდილიც, მაგრამ მე მაცხოვნე. მე დამისახე გზაცხონებისა და პირდაპირ მითხარი იგავების გარეშე, მე ვარ შვილო გზა, ცხოვრება და ჭეშმარიტება, მე ვარ კარი სიმართლისა. თქვენი არ ვიცი და ჩემ და თავად რაც უფრო მრავლდება ეს მოვლენები, ეს უკეთური მოვლენები, ასევე ეკოლოგიური პრობლემები, ომები თუ მიწისძვრები თუ სხვა, მით უფრო მიღმავდება სარწმუნოება. მიხარია კი რა არის აქ გასახარი, კაცმა რო თქვას. ჩვენ თავზე ვიტყვით ხოლმე ქართველები, მე კიდევ არაფერია და ჩვენი შვილები და შვილიშვილები რა ვითარებაში იცხოვრებენ, რომ მათ მოუწევთ თუ მე არ მომიწია მჭირის დღეებში ყოფნა, რომ თავად უფალმა თქვა აკიწეგან ვახსენე, არასდროს არ ყოფილა ასეთი და არ იქნება მომავალში. მაგრამ მტკიცე რწმენისთვის არაფერია გადაულახავი. რწმენის მიერ ყოველივე შესაძლებელას, როგორც მინდა წერილიც გვასწავლის. მე მინდა დასასრულ ამ ავადსახსენებელი მოვლენების კონტექსტში ასე ვთქვათ, ამოგიკითხოთ ერთ-ერთი უცნობი მღვდლის სადღიურო ჩანაწერებიდან, რომელიც მე გამოიცა კრებულად და მეც ვთარგმნე ქართულად და დიდი სულიერი ტკბობაც მე ვიღე და სწავლებას და ნუგეში. სხვათა შორის ნიკოლოზ მეორის მეუღლეს ალექსანდრა დედოფალს განსაკუთრებულად უყვარდა ეს ჩანაწერები და ყოველდღე კითხულობდა წმინდა წერილთან ერთად, რომ გამხნება, იმიტომ რომ თემატიურად სხვადასხვა სულიერ საგნებზე და ნიუანსებზე სულიერი ცხოვრების არის საუბარი აქ ფრაგმენტულად და მთლიანობაში ერთი აზრი იკინძება, რა თქმა უნდა. სხვათა შორის ეს ის ალექსანდრა დედოფალია, რომელიც აქ პეტრე პავლეს სასაფლაოზეა დაკრძალული. შეიძლება ბევრმა არ იცის. წიგნიც გამოვეცი ამაზე, იქაც დავურთე ეს. ამასთანავე ამ წიგნში მსჯელობა არის და ვფიქრობ გავიმეორო, რომ სინამდვილეში ნიკოლოზ მეორის და მისი ოჯახი არ დაუხრიტიათ. დახვრიტეს მათი ორეულები. მაგალითად ნიკოლოზ მეორის ყავდა დაახლოებით 11 ორეული. ოჯახს 6-7, როგორც მახსოვს. მათი უახლოესი ნაცავები დახვრიტეს. თავად მის გადარჩენაში ამ ოჯახისა დიდი როლი ითამაშა იოსებ სტალინმა. საქართველოში ჩამოიყვანა ისინი. სოხუმში ცხოვრობდა დარჩენის ცხოვრების დიდი წლები ნიკოლოზ მეორე და უდიდესი პატივისცემა ჰქონდა ბრეილში, სადაც დადიოდა, იცოდნენ ვინ იყო ის. თვისულიერი და განათლებული ადამიანი. ეს ბოლშევიკები თავიანთ ქრესტომატიებში რომ აბუჩათ იგდებენ მეფეს და ესი არ არის სინამდვილეში. დედოფალიც იყო ღვთისმოსავი ადამიანი. მიიღო რა მართლმადიდებლობა, ჭეშმარიტ მართლმადიდებლად ჩამოყალიბდა. იყო ძალზედ მორწმუნე ადამიანი და დედოფალმა ალექსანდრამ აქ დაასრულა, აი აქ ზემოთ რო ძველი ტაძარია პეტრე პავლეს და მამა გიორგი ტერზიევი რო შესასვლელში დაკრძალული, ის იყო მისი სულიერი მოწყვლადი, როცა დრანდის ციხიდან ჩამოვიდა თბილისში და აღწურდა. ნიკოლოზ მეორე კი იქ დარჩა. ორივე ნიკოლოზ მეორეც და მისი მეუღლეც დაკრძალული არიან აქ და ერთ-ერთი შვილი, კოდური სახელი აწერია საფლავზე. მიხეილი აწერია ნიკოლოზ. რატო? მას სოხუმში ბრეილში ეძახდნენ სტარეც მიხეილი, ბერი მიხეილი. როდესაც იოსებ სტალინი ჩამოდიოდა, გაგრაში ისვენებდა ხოლმე. ყოველთვის ხდებოდა მას და მაგალითად რუსეთ-ფინეთის ომი ერთად მსვლელობაში გადაწყვიტეს და ნიკოლოზ მეორემ თავისი თანხებიდან ასესხა რუსეთს თანხა ფინეთთან ომისთვის. ერთ-ერთი ბოლო კიდევ ვინც რუსეთს შეებრძოლება არიან ფინელები სკანდინავიის სხვა ხალხებთან ერთად, მაგრამ საზარელ პასუხს მიიღებენ. პირველად მათზე და გერმანელებზე იხმარენ რუსები ზესაიდულო იარაღს, რომელიც არის შემაძრწუნებელი თავისი შედეგებით. ჯერ ახლა უკრთიან ატონიანი ბომბი არ ჩამოგვიგდოს, სამი ჩამოაგდეს უკვე. და რა იქნება ეს ძნელი წარმოსადგენი არ არის. ამას სიხარულით კი არ ვამბობ, იწვევენ და მიიღებენ პასუხს. ეს იქნება 7 უკანასკნელი ომის ნამდვილი მიზეზი. შანტაჟს მოუწყობენ, გამოიწვევენ, აი როგორც აქ სააკაშვილი იწვევდა, ეს იმ 7 ომის პირველი მცირე ომია. იწვევდა, აგულიანებდნენ შეერთებული შტატების ხელისუფლება და რამეთი დაეხმარენ. უბრალოდ გეკითხებით. არაფერი, ჩვენ დავკარგეთ ტერიტორია, მას რა დააგდა. წყალი შემოქონდა ტანკერებით 10,000 ტონა, წყლის ქვეყანაა. წყალს მიაქეს ქვეყანა და წყალი მოქონდა ომის დროს. გვიშველეს, 5 დღეში დაგვემთავრეს ომი რუსებმა და წაიღეს ტერიტორიები. აფხაზეთი, ძირძველი მიწა, ჩვენი და სამაჩაბლო. აი ეს მოხდა სინამდვილეში. და ეგეც არაფერია. როდესაც აფხაზეთი აიღეს, კოდორის აფხაზეთს ეკუთვნოდაო და აფხაზეთს ეკუთვნოდა დალის ხეობა. სადაც სვანებით იყო ოდითგან დასახლებული, წაიღეს ეს კოდორის ხეობა. ახალგორზე ლენინგორი რო ერქვა. ესეც სამაჩაბლოს ეკუთვნოდაო და დაიპყრეს სამაჩაბლოს. ეხლა ამის შემდეგ გაასაჯეთ, ეს სამაგი აგენტი ვინ არის უბრალოდ?
პირველი, აი პრეზიდენტი გახდა, რა სიტყვები წარმოთქვა, მიმართა რა მოსახლეობას. ახალგაზრდებს უთხრა, ბუჩქებში გაიცანით ერთმანეთს. გარკვლილებისკენ უბიძგა. მწვანე შუქია უნთურა, როგორც სიტყვიან ხოლმე. დანარჩენი რა მოიმოქმედა, რა ჩაიდინა, როგორ შეყარა ხალხი, ბიზნესები წაართვა და ასე შემდეგ. ეგენი რომ დაბრუნდნენ უარესი იზამენ. შურიზიებით, აფსილებით, მუქთი პური შემოაკლდა ჩედარებით და მიიღებენ, ასე ფიქრობენ. ეხლა ნუ მეტყვით, მამა, ეგ უკვე პოლიტიკა არ გვაინტერესებს. რის პოლიტიკა, რა პოლიტიკა, ეს ჩემი სამშობლოს ბედზია ლაპარაკი და ჩემს ქართველ ხალხზეა ლაპარაკი. თითოეულ ჩვენთაგანზე. ეს მათ სურდათ, რომ ქასი გაევლოთ. ეხლა ეს პოლიტიკაა, მინდა კითხოთ. მიმდინარეობს გამალებული შეიარაღება აზერბაიჯანის და სომხეთის. ირანი და საფრანგეთი მხარს უჭერენ სომხეთს და აიარაღებენ. ეხლა ინდუეთმაც თავისი რაკეტის სროლების გადასცა. ამაზე გაგულისებულია და ნოტა გაუგზავნა ამ ქვეყნებს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ. ამას თურქეთი უჭერს ხარს და აი როგორც მე წაგიკითხეთ, ერთ-ერთი წმინდა მამის გამოცხადება დევტერიანისა, ამერიკელი მართლმადიდებელი მოძღვარია პატმოსზე, სადაც იოანე მახარებელი გადასახდა, იქ რომ ქონდა გამოცხადება მკაცრი მარხვისა და ლოცვის შემდგომ, რა ელოდება დედამიწას. ახლო აღმოსავლეთი, აზიის ნაწილი და კავკასია სისხლშია მოსვრილი. თქვენ როგორ გონიათ ეხლა? თან აი საქართველოს არ აქვს არც დიდი შეიარაღება და აღარც იმდენი პატრიოტიზმი და ღვთისმოშიშება. იმ თავის ტერიტორიებზე გაჩერდებიან, ესომი არ გადმოვა, აქ არ ჩაითრევენ, არ იცდებიან, ეხლავე ცდილობენ. უბრალოდ რა მოვლენები დატრიალდება. ადამიანურად შემაძრწუნებელია ეს ყველაფერი, მაგრამ აი როგორც ქრისტიანი ვამბობ, რასაც დავთესავთ საყვარელო, იმას მოვიმკით. ღმერთის ნების გარეშე სიوارა ხრის ამ ქვეყანაზე, არათუ ღვთისმშობლის წილხვეწ საქართველოში სისხლის ზღვრები იყოს, მაგრამ თუ დავიმსახურებთ, მივიღებთ კიდეც ამას და ჯერჯერობით კარგი არაფერი არ ხდება. აღარ ვამბობ როგორ გამრავლდა ეს ტრანსექსუალები, ეს სოდომიტები, ესე შემდეგ. სიგიჟემდე არ შეხედეთ, არა მარტო საქართველოში ხდება. ზაღლომანიაც კი არის უკვე ადამიანებში. გაიხედეთ ქუჩაში შვილებს არ ასეირნებდნენ ქუჩაში ისე, როგორც ძაღლებს, დისსა თუ პატარა ძაღლებს ასეირნებენ. ერთი-ორი ქალი ვნახე მოვდიოდი მანქანით ტაძარში, ლამის მანქანამ გაიტანა, ძაღლი გაიქცა, დიდი ფაშფაშა ქალი იყო, გაიყოლა ესა და ეს ბიზახდა რაღაც ამერიკულ სახელს, რაც ერქვა ძაღლსა და ძაღლმა კიდე ბორბლების ქვეშ შეაგდო თავისი პატრონი. მე რომ მკითხოთ, ქართველი ვარ, ჩვენში ამან ახია ეგეცე რა, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა სინანულისთვის. მე ესე იგი, გამოდიან დემონსტრაციებს მართავენ და ამბობენ. შეხედავ ეს რამდენიმე წლის წინ იყო მთავრობის სახლის ტრანსგენდერები. ყალბით ნახატი გოგონაა, ულამაზესი. ანადი ლამაზი გამოდის და ამბობს, ჩემი სხეული, ჩემია, რასაც მინდა იმას უზავ. ეს არის ფსიქიური დაავადება, ოღონდ თვითონ არ იცი რომ ფსიქიურად დაავადებული, იმიტომ რომ სინდისის მქონე ნორმალური ადამიანი ასე არც უნდა აზროვნებდეს და არც უნდა ლაპარაკობდეს და იცეოდეს. მაგრამ ნორმათ აქციეს მათთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის. მე ახლა ავიღოთ ფეხბურთმა რომ გადაიქუხა. ესე იგი რა სიცოფე და სიგიჟე იდგა ქალაქში მთელი ამ დღეების განმავლობაში. ფეხბურთი გაგაერთიანათ ფეხბურთმა? რომს მოგეგოთ, მაინც არ გაერთიანდებით. ფეხბურთვა კი არა, 9 აპრილზე ამბობენ. პირველი 2 კვირა გვიყვარდა ერთმანეთ და როგორც გადაიარა, ისე დავიყავით პარტიებად და ისე მკბენდით ერთმანეთს და სამოქალაქო ომი და ასე შემდეგ. არაფერი არ დავაკელით საქართველოს. არც პარტიები, არც ფეხბურთი და არაფერი მსგავსი ერთადერთი აერთიანებს ღმერთი და მისი ეკლესია. ხო, მღვდელი ჭილოვში იცნობა, აბა რა უნდა ეთქვა, მამა არჩილ მღვდელია, შვილო, მე მღვდლად კი არ დავიბადე. თქვენსავით ერისკაცი ვიყავი, სკოლაში ვსწავლე, სხვა შორის ფრიადუსანი ვიყავი, კარგად ვსწავლე. წიგნი მიყვარდა სიყრმიდან. დედა ჩემმა შემაყვარა. ბენაცვალე იმას. გაანათლოს უფალმა. და არა მარტო ეს. ერთი კარგი პრინციპი ჩთამინერგა კიდევ გადადებული საქმე შვილო ეშმაკისა. ცდილობ არასდროს საქმე რაც შემილია გავაკეთო, ის დღეს უნდა გავაკეთო. არც სიზარმაცით და არც სონარებით არ უნდა გადავდო, იმიტომ რომ წარმატება აღარ ექნება იმ საქმეს. და უგულო იქნება და გულსგალეთ რაც კეთდება ეს არაფერი კეთილი არ არის და მოსაწონი ღმერთისთვის. აი ესეთი სავალალო მდგომარეობა არის. მაგრამ რა, როგორც დღეს დავძლიეთ მომაკვდინებელი მკვდარი სიცხე ეს დღეები გველოდება ხშირად მკაცრი ზამთარი და მაინც მოვდივართ ღვთისმშობელ დედასთან და მის ყოვლადწმინდა ძესთან, ასევე ღვთის მადლით, არა თავითვისით, ღვთის მადლით შევძლებთ მოვიდეთ და ვადიდოთ. ვიდრეღა ჯერ კიდევ ჩვენია ეკლესიები მართლმადიდებლების და მე რა მოიფიქრებენ ურვები რა გააკეთონ აქ. როგორც წმინდა მამებმა გარეგანათ რომ გამშვენიერდნენ, მაგრამ თავარი რამ არ იქნება შიგ რა სული წმინდის მადლი. ყველა იმ კნეხელოებისგან რომ წამში ამოკლეს, სახარება და ამახინჯეთ, სიწმინდეები ხატები გაიტანეს, აქ რაღაც დარჩება, მუზეუმი დარჩება რაღაც გაუგებარი ფრესკებით. თქვენ და სანუ გეშვით მას სურს ამოგიკითხოთ ამ უცნობი მღვდლიდან, მართლმადიდებელი მღვდლის სადღიურო ჩანაწერებიდან. ყველა ვითარების კონტექსტში
წამსყვარებული აქ იოანე ღვთისმეტყველისაგან სიტყვები. გრწმენი ნათელი, რათა ძე ნათლისა იყვნენ. ესე იგი ნათლისზე რომ გახდე, ამბობს იოანე ღვთისმეტყველი, უნდა ირწმუნო ნათელი. ეს ნათელი არის ქრისტე ნათელი ჭეშმარიტი. ისწავლეთ, ისე იცხოვროთ, რომ თქვენი მზერა ყოველთვის სინათლისკენ იყოს მიმართული. სინათლე ესე კი ქრისტეა, რომელმაც თქვა: მე ვარ ნათელი სოფლისაი, რომელიც შემომიდგეს მე არა ვიდოდის ბნელს, არამედ აკვდეს ნათელი ცხოვრებისაი. თუკი ჩვენ ამ სინათლეში ვივლით, ნათლისზენი შევიქმნებით. სიბნელე ძალას დააკარგავს ჩვენზე და ჩვენ გადავსახლდებით ხელმწიფებისა მისგან ბნელის, ანუ ამ ბნელის საწუთროდან სასუფეველსაც ისა ღვთისას საყვარელისას, ანუ ქრისტე მაცხოვრის სათასასუფეველში. მაშინ ჩვენ თავად სხვის ცხოვრებაში წვდიადის განფატველ შუქურად ვიქცევით. არა მარტო ჩვენ გადავრჩებით, სხვისთვის გავხდებით ეს სინათლის შუქურა და სიყრმიდან შევითვისებთ მოყვასისათვის სიყვარულის, თავდავიწყების, მოწყალების, თანაგრძნობის საქმეების აღსრულებას და ჩვენში მოქმედი სინათლის ძალა არ შესუსტება არც სიბერეში და უძლურების, ტანჯვის დღეებსა და იმას სოფლად მიცვალების შამს გაგვასხილოსნებს. ვეცადოთ წმინდა წერილიდან ყოველდღიურად რაიმე სანუგეშო სიტყვა შევითვისო, ანუ ვეცადოთ ყოველდღიურად ვიკითხოთ თუნდაც მცირედი. აი ნახეთ, პატრიარქმა ხედავს რა ჩვენს მძიმე სულიერ სარწმუნოებრივ მდგომარეობას, ამ მოვლენებს, რაც ჩვენთან თუ მისგარეთ ხდება, როგორ მოგვიწოდა. ეს ლოცვა მაინც თქვითო, უფალო შეგვიწყალე. გაგეღიმება კათოლიკოს პატრიარქია, ლოცვაზე გაკურთხოს და მხოლოდ ორი სიტყვა. ამით პატრიარქმა გამოთქვა, რა სავალალო და მძიმე სულიერ სარწმუნოებრივ მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში. ეხლა ზოგიერთები, რომლის თავის მჩენობა უყვართ, ზვაობრები არიან, ეტყვიან, აპატეთ, მამა, ამ ორი სიტყვით როგორ უნდა გავუხდეთ მოსაწონი ღმერთს. ადრე მომიყოლია დამაჯერებლობისთვის კვლავ ერთხელ მოვყვეთ. მაშამსა შინა ადრე უშუალო საუკუნეებში ეგვიპტის ერთ უდაბნოში სულიერი მამაშვილი ბერები ცხოვრობდნენ. ისინი იესოს ლოცვით ამ სიტყვებით იყვნენ დაკავებული. უფალო შეგვიწყალე. ძალიან მოსახერხებელია საქმიანობის დროსაც კი ნებისმიერ მდგომარეობაში. და პალმის რტუებით და ბალახის ძირებით წნავდნენ პატარა გოდრებს, კალათებს კვირაში ერთხელ. მიქონდა მორჩილს ალექსანდრიაში, დედაქალაქში, ყიდი და კი არ ვაჭრობდა, დააწყობდა და რასაც მისცემდნენ, აიღებდა ორ ცხობილას იყიდა, რაც მოუვიდოდა და წყალს, იმიტომ არ წყალი არ იყო იქ. დაბრუნდებოდა უკვე ერთი როგორი შრომატევადი იყო მისი მისვლა და ჩამოსვლა დედაქალაქიდან, შორეულ უდაბნოდან. და ესე იგი, ასე აგრძელებდნენ ცხოვრებას. ერთხელაც მოხდა ისე ღვთისმიშვებით, რომ გაიარა ტაძართან და ტაძრიდან ამაღლებული ღვთაებრივი ჰიმნები მოესმა ამ ბერს და გადაწყვიტა რომ შესულიყო. შევიდა კიდეც, მოიხიბლა წირვა ლოცვით. და როდესაც უკან დაბრუნდა თავის მოძღვართან, მართალია უჭირდა ამის ხმა, მაგრამ მაინც გადალახა ეს უხერხულობა და სთხოვა. მამო, აი ქალაქში ვიყავი და ისეთი ამაღლებული შვენიერი საგალობლები იყო, ღვთის სიტყვის გადა ჩვენ კი რა დაგვიჭერია პალმის რტოები და ორ სიტყვას ვეუბნებით უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე. ნება მომეცი და მაკურთხე რომ ქალაქში გადავსახლდე, რომ ხშირად გქონდეს საშუალება დავესწრო წირვა ლოცვას. არ სურდა სულიერ მამას მისი გაშვება, მაგრამ ჯანყი რომ არ გამოეწვია მის სულში, ისი ახალგაზრდობისა და გამოუცდელობიდან გაუყარე დაეთანხმა. გახარებული ეამბორა თავის მოძღვარს და ლამის გაიქცა ქალაქის, თუმცა შორი გზა ჰქონდა. აჩქარებული ნაბიჯით მოკლედ ჩავიდა ადრე თუ გვიან. არა მარტო დადიოდა წილო, არამედ მოხდა ისე რომ მნათეთაც კი დააყენეს საკურთხეველში და ხარობდა მისი სული. ენით გამოუთქმელი სიხარული თვითონ ატაცებული. ერთხელაც შუა წირვაში საშინელი მიწისძვრა მოხდა ალექსანდრიაში. მათ შორის იმ ადგილას, რაც ეს ტაძარი იყო. ხალხს ისე შეეშინდა, დაავიწყდათ გალობა საგალობელის, ქრისტიანობას და ყველა გარბოდა კარებებისკენ. და რამდენი ქონდა საკითხავია კარები. ჭყლეტვა იყო, ერთმანეთზე ფეხით გადადიოდნენ და ყველა შეშინებული შეძახოდა ღმერთს. უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ. ერთადერთი ვინც დარჩა ტაძარში საკურთხეველში იყო მნათე, რომელიც ქედადრეკილი და თავდახრილი ფიქრობდა ყოველივე იმაზე რაც მოხდა და მაშინ მიხვდა რომ სიღრმისეული ლოცვა გულის სიღრმიდან ამომავალი ეს არის ეს ორი სიტყვა უფალო შეგვიწყალე. რა არის ამ ორ სიტყვაში ნათქვამი? ჯერ ერთი რომ უფალს აღვიარებთ, უფალ ღმერთს, მეორეც რომ თავს სოდვილებად თვლით, ამიტომ ვევედრებით შეგვიწყალეთ. პრაქტიკულად ქრისტიანობის დრიტა არის ამ ორ სიტყვაში. ამის შემდგომ ამ ბერმა დატოვა ქალაქი, ჩავიდა უდაბნოში, დაემხო სულიერ მამასთან და შენდობას თხოვა და მოუთხრო, რაც განიცადა და რაც გადაიტანა.
და წლები იყო უკვე გასული. სულიერმა მამამ სულგრძელებით და ამბორის ყოფით დაიბრუნა თავისი სულიერი შვილი. ვინსად გადარჩება? რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა უდაბნოში გავიქცეთ, იმიტომ რომ სხვა ბუნების ინდივიდუალობის ადამიანები ვართ. მაგრამ როგორც ესეთ უმთავრესი ყველასთვის, სადაც არ უნდა იყოს სულის ხონება. ერთნი ქალაქში იქნებიან, სხვანი სოფელში, მესამენი მართლაც უდაბნოში იქნებიან, მაგრამ როგორც ქართული ანდაზე კარგად ამბობს, სად გაგიყვანს ფეხი შენი, იქ იქნება ბედი შენი. აი მეც ეხლა ჩემს თავზე რო თქვა, ჩემი გამოცდილები და დავბერდი დავჩაჩანაკდი, როგორც ნათქვამია ერთ ლექსში და სურვილი აღარ მაქვს ქალაქში ვიცხოვრო. არც არადროს ამყარებია ქალაქი. სოფელში დავიბადე, ვიზდებოდი სკოლამდე, აქამდე მენატრება ჩემი სოფელი და ის განცდები რაც მქონდა. უფრო ხალასი ვიყავი, უბრალოდ პირდაპირ ბუნება მიყვარდა, მთელი არსებით ტყდებოდი. სის ამოსვლითაც, ჩასვლითაც, ზამთრითაც, თოვლით და ზაფხულით და ესე შემდეგ. როგორ გითხრა, ბუნების ნაწილი ვიყავი თითქოს. ქალაქში აქ ეხლა გაგეღიმებათ, დაგღალეთ კია, პირველად რომ ჩამოიყვანეს, რომ ნახეს სავარძელი, ტელევიზორი, შავთეთრი იყო მაშინ მხოლოდ, არ მომეწონა, გულმა არ მიიღო. პირველსავე ღამეს სიზმარში ვნახე ჩემი ძროხა, რომელიც საძოვრად გამყავდა ხოლმე და შეში საჭრელად როგორ მივდიოდით მთებში, დავყვებოდი ხუდი კაცებს. ხან ზამთარში განსაკუთრებით მიყვარდა, იმიტომ რომ ციგა და მარხილი იყო, რაზეც აწყობდნენ, ზევიდან დავსვავდნენ ხოლმე და ასე შემდეგ, ბავშვს მეტი რა უნდა. აი ეხლა რომ დავბერ დავჩიჩანაკ, დავსნეულდი, სურვილი მაქვს ქალაქიდან გავიდეთ. ღმერთმა წყალობა მომცა. ერთ-ერთი ადამიანის ხელით მაჩუქა 300 კვადრატული მიწა თბილისთან, არა თბილისში თავად. ღმერთის წყალობის იმედი მაქვს და ჩემი კეთილის ყოფილების რომ პაწაწა სახლი აშენდება. მეუღლესთან ერთად გადავალ და მხოლოდ ტაძარში, მაგრამ ხო გაგიგიათ, კაცი ბჭობდა, ღმერთი იღიმოდა. ადამიანურად კი ვფიქრობდა, რატომ ისის გითხარით, მაგრამ ეს ერთი ღმერთმა ეცის. სულიერება იმაში კი არ მდგომარეობს, იქ იცხოვრო და ისე მოიქცე, როგორც შენ მიგაჩნია. არამედ ისე მოიქცე და იქ იყო, სადაც ღმერთი მოგიხმობს. ადამიანურად და ამ გარემოებების გამო აღარ მსურს, მაგრამ მე რო ფიზიკურადაც უკვე მიჭირს წირვალოცვის ჩატარება და ესე შემდეგ. ძლურებიდან გამომდინარე, ზაფხულში განსაკუთრებით დიაბეტი მაქვს და საშინელი ოფლიანობა და ეს არის. წვარი და ქავილი, ენით გამოუთქმელი. რამე ჯვარცმარი ჩემი წირვა ბოლო დროს. ხო და სადაც დამაყენებს ესე მსჯელობ ადამიანურად და მე გულში ვიტყვი ხოლმე. სადაც დაგაყენებს მამაო, უფალი. იქიდან ადიდე ღმერთი. და ამის დასტურად გონებაში ამოტივტივდა, აი ახლა ამ წუთებში დავით მეფე, ჩვენ ახსენებული დავით წინასწარმეტყველის ცხოვრებიდან. ერთ ფსალმუნი უნდა დაეწერა, ფსალმუნი საკრავის სახეობა იყო მაშინ ისრაელში. ამღერებდა მასე და ისე წერდა ფსალმუნებს. და როდესაც ერთხელა ჩვეულების დააპირა, ანუ მადლი რო იგრძნო და უნდა დაეწერა ბაყატების ყიყინი მოისმა. გაუთავებელი მსახურები გაგზავნა, ერთხელ გააყრენეს, გუბე იყო შორი ახლოს. ორჯერ და მესამედ რომ გაგზავნა ერთ-ერთი ბაყაყთაგანი, ბაყაყი წყალში ყიყინებს, არა ემისატეხი იყო ბავშვობაში. მოყიყინე ბაყაყმა ადამიანურად უთხრა, როგორც ბალაამ ბოსოროლის დროს ვირმა ამხილა თავისი უგუნური პატრული, აქ ბაყაყმა დავით მეფე. მაგრამ იქ მკაცრად ამხილა და აქ დავით სიყვარულით შემოუთვალა ბაყაყმა. კი, შენთვის ბაყაყია, მაგრამ ეს ღვთისმკნილებაა. ყოღოც მათ შორის, ტილის და ასე შემდეგ. უმიზეზოდ არაფერი არ უნდა მოკლა ახლა დახოცო, მაგრამ ადამიანისთვის შეიქმნა ყველაფერი. თუ საჭიროება, ჟულის კანონით აკრძალულია ცხოველის შეყვანა და ფრინველის ტაძარში, მაგრამ თუ კაცი მაგალითად დიდ თოვლობას მოხდა, იქ ნახა რომ ეკლესია სტოვა, ხო იცი შემოსასვლელი, გადახურული. აი პეტრე-პავლეს ტაძარში რო აქვს, ამ ტაძარს არ აქვს. შეუძლია სტოაში ვირი შეიყვანოს, რაც ჟულის კანონით არ შეიძლება, მაგრამ ჟულის კანონივე ეუბნება ის ადამიანი რომ გადარჩეს, რადგან ვირშეულია დიდ თოვლობიდან მისი გაყვანა, შეუძლია ვირის და ჯორით შეიყვანოს ტოვაში და მეორე დღეს ესე იგი ძალებს მოიკრებს, რომ გააგრძელოს პირუტყვის მიერ გზა. ანუ ჟულის კანონით სიყვარულიდან გამომდინარეა დაწერილი. რაღაც განყენებული მშრალი აბსტრაქტული სასტიკი რაღაც დადგენილებები კი არ არის. ადამიანის საცხოვნებლად დაიწერა წმინდა წერილი, ადამიანის საცხოვნებლად შეიქმნა ღმერთშემოსილ მამათა მიერ სოფლიო კრების დადგენილებები და მცირე და დიდი ჟულის კანონი. მოკლედ ბაყაყმა ენა ამოიდგა და სიყვარულით შეუთვალა დავითს. რა გინდა ჩვენგან დავით? შენ ხომ წერ ფსალმუნებს და ადიდებ ცისა და ქვეყნის ჩვენ ენაზე. ვადიდებ ცისა და ქვეყნის შემოქმედს. ჩვენთვის ყიყინია აუტანელიდან. ღმერთისთვის შემოქმედის ქებადიდება არის ბაყაყის ენაზე. აი მაშინ გაუსხივოს და გონებად და დაწერა ცნობილი ფსალმუნი, ყოველი სული აქებდით უფალსა. ბაყაყმა შთააგონა ამის დაწერა.
ეხლა ცუდად არ გაგვიგონ ფსევდოლიბერალებმა და არ თქვა რომ ბაყაყის ადამიანია, იმიტომ რომ უკვე ტრანსპარანტები დადიან ქუჩაში, ძაღლიც ადამიანია, ძაღლომანები. აი ასეთები სწორედ, ვინც ამბობენ რომ ძაღლი ადამიანია, ხვალ რომ მოვა ანტიქრისტა იტყვენ ანტიქრისტე ქრისტია. რადგან მშვიდობის ყოფილია. თან ენზე მარაგი რაც ექნება, რომ კატაკლიზმები იქნება ამ დროს, დაურიგებს და ილუზიას შეუქმნის, რომ მათი მხსნელი მამამარშენალი არის. მაგრამ ამის მერე, როდესაც გადმოვა ღვთისრისხვა და წყალი არ იპოება და ბალაკიზირების სანატრელი გახდება, მივლენ აცრემლებულები და შეღაღადებენ სრულ მესიას, ვისი სახელითაც დაიბეჭდნენ. წყალი არ გვაქვს, ყურია, სარწდელი არ გვაქვს და მაშინ დასინებს ხმამაღლა ანტიქრისტს. აქამდე რომ თამაშობდა ამაღლებულსა და მოყვარულს. აბა რითი დაგეხმაროთ? ღმერთი ხომ არა ვარ და დააბეჭდა რომ ღმერთია. ღმერთი ხომ არა პირველად თითქმის სინამდვილეში რომ ღმერთი არ არის. ღმერთი ხომ არა სამ პირი დახურა მიწა არ აღმოაცენებს. და მაშინ გამიხდებიან ვის განუდგნენ ქრისტე მაცხოვრს და ვისცეს თაყვანი. მაგრამ როგორც იტყვიან ქართულად, გვიანი იქნება თისე კბენანი. ის ვინც განუდგება ღმერთს დიდი აპოსტასიის განდგომის დროს და დაიბეჭდება, წმინდა ბავები ამბობენ რომ სინანულს ვეღარ შეძლებს, ღმერთთან ვეღარ დაბრუნდება, ანუ წარწყდება. სიცოცხლეში არის წარწყმედილი, ცოცხალი გვამი, როგორც იტყვიან ხოლმე. ესე რომ ჭინჭველებისგან, ბაყაყებისგან, წერებისგანაც, ვირისგან თუ ჯორისგან შეიძლება ჭკუა ისწავლოს ადამიანმა, მაგრამ ადამიანი როცა უგუნურია, ვერ საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, ვერ სხვებისა. აგერ მე მომიყვანია ხშირად მაგალითად რუსეთ-უკრაინის ომი რო არის და ერთ-ერთ სოფელში მოდელი ვარ 42 წელი. ჩემზეც კი ძლიერი მოქმედა. ესე იგი დაიბომბა ერთ-ერთი სოფელი და კადრს აჩვენებენ, რატომაც ქართული საგალობელი დაუდიათ ფონად. ჭიანჭველებს მოაქვთ ფოტოსურათი, ოდნა მომწვარი კიდეზე. ვინ არის ფოტოსურათზე? ქრისტია ჯვარცმული გამოხატული. და მე რა არის საოცარი? არა მარტო მოაქვთ, გარშემო ყველას საცეცები აქვს პირი მოკიდებული და დიდის მოგზალებით მიაქვთ და მხოლოდ დედა ჭინჭველი, რომელიც დედოფალია ჭინჭველების კიდეზე ზის, არა ნახატზე. მიაცეთ ყურა, კიდეზე ზის. და მოგზალებით მიაქვთ ეს არც ერთი ჭინჭველი არავად არ გადაირბენს ქრისტეს ჯვარცმასე. ვინ უფრო გონიერია? ეს ჭიანჭველები თუ ჩვენ ადამიანები? რომელიც აგერ რაებს ვაკეთებთ პარიზში თუნდაც და არა მარტო პარიზში რა თქმა უნდა. რა ხდებოდა საქართველოს ქუჩებში და კიდევ რა გველოდება ვინიცის არჩევნების დროს, იმიტომ რომ ესე იგი $1 დოლარებით ვერ მოხიბლეს ეს ხელისუფლება, როგორც შანს ფერადი რევოლუცია ორჯერსადეს არ გამოვიდა, თუმცა ინსტრუქტორები ჩამოდიოდნენ და ასწავლიდნენ როგორ მოაწყო რევოლუცია და ერთი მათგანი უკან დაბრუნებული. ჩაძაღლდა ეს სიტყვა მინდა უხმარო დაცინო იტყვიან რომ ზაღლი უწოდა ათეისტი ასწავლიდა ქვეყანაში ხელისუფლების დამხობას, მართლმადიდებლობას და შეტევას და ასე შემდეგ და ამიტომ მე ვამბობ საღარების სულიდან გამომდინარე რომ ის ინსტრუქტორი ჩაძაღლდა და მე როგორც ქართველი ვიტყვი თუ სინანული არ ექნება მიყვნენ უკან სადაც გინდა იქ მიჩივლეთ მე ფსევდო-დემოკრატიას, ფსევდო-ღირებულებებს და ფსევდო-რაღაც შეხედულებებს არ ვიზიარებ და არც თქვენ გირჩევთ. შავია და თეთრია, ასე მსჯელობდნენ ჩვენი წინაპრები. და იმ თეთრისთვის სულის ყველაზე ძვირფასი დასდეს, რომ მოეტანა საქართველოს მართლმადიდებლობა და ეს ქვეყანა. დღეს როგორც პირუტყვებით წარწყვდებით ქართველები, თოჩიან კამფეტებზე გაყიდულები და ასე შემდეგ აღარ მინდა მოყვენ. თუ ეს არ გაშა, არაფერი არ გამოვიდოთ. არჩევნებზე ეცდებიან გააყალბო, როგორც ამ წლებში გააკეთეს და და წინასწარ აჟიოტაჟი გამოეწვიათ და მე აღმოჩნდა რომ სიცრუეს ტყუილს მოკლე კუდი აქვს და მესამე უკანასკნელი საშუალება ეს არის შემოვიდნენ იარაღით. აქამდე შემოვიდოდნენ, მაგრამ რუსეთის შიშია. ხო ბევრს ფაფხურობენ დასავლეთში. რუსი დათვის შიშია სინამდვილეში. კიდე ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ რუსოფილი ვარ, რუსების მომხრე. რუსები შექმაც მახსოვს, ჩემს კისერზე. მაგრამ ყველაფერი შეფარდებითია ცისქვეშში. დასავლეთის მელა ჩრდილოეთის დაცვს ვერ დაამარცხებს. ეს ნათქვამია არა ჩემს წარმოდგენაში, არამედ წინასწარმეტყველთა წიგნებში. ჩრდილოეთიდან მოსული რუსები რას უზამენ დანარჩენ მსოფლიოს, იმიტომ რომ დანარჩენი მსოფლიო ეცდება რუსეთის გარიყვანს, რაც მიმდინარეობს. რუსოფობიური კამპანია ამიტის გაჩაღებულია მთელ მსოფლიოში სანქციების დადება. ამ სანქციებმა სინამდვილეში უფრო გააძლიერა რუსეთი. ამდენი ჭკუაც არა აქვს, თუ რაღაც უკეთესი მოიფიქრონ. ეხლა თქვენი თუ მამაო წამოხოთ მაინც პოლიტიკას სულ ცოტა აგერ ადამიანს ძილი მოგვარი ავადმყოფი ადამიანები. მშვიდად ზის და ძინავს. ესეც სიკეთეა. თავიანებით. მაგალითისთვის. ის რომ მრავალგვარი სიკეთე ითქვა, მრავალგვარი შემოკეთილი. რა არის მამაო წამოხოთ პოლიტიკაზე ვიწყებ საუბარს. მე ვამბობ რომ პოლიტიკა როგორც ასეთი არ არსებობს ამ გაგებით აქ. პოლიტიკა ნიშნავს ქვეყნის მართვის ხელოვნებას. ესენი მართავენ ქვეყნებს აბობ გადახედეთ. ესენი ანადგურებენ ქვეყნებს, აბიაბრუებენ, ძარცვავენ. ეხლა მიდის ომები რესურსებისთვის ძირითადში და ასე შემდეგ. პოლიტიკა ბინძური საქმე, ამბობენ ეს ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები. ისინი არ არიან სინამდვილეში ქვეყნის მართვით
გაინტერესებული და ამიტომ გეთანხმებით ერთ რამეში, თქვენ აღარ ბინძურები. აი ამაში ნამდვილად ვეთანხმები. ჯერ კიდევ ცნობილი მსოფლიო მწერალი ტომას მანი გერმანელი ამბობდა, ეს არის 50-იან წლებში გასული საუკუნის თანხმები. არ არის არავინ დედამიწაზე აპოლიტიკური, ანუ პოლიტიკის გარეშე. გინდა არ გინდა, აი ამ საერთო პოლიტიკურ მოვლენებში ქვეყანას ერის თითოეული ჩვენთაგანი არის მოქცეული ჩვენს ქედზე გადაგვაქვს შედეგები ამ უყუღმართი პოლიტიკოსების, ბინძური პოლიტიკოსების ნამოქმედარისა. ვეცადოთ მას ამბობს ეს უცნობი მღვდელი წმინდა წერილიდან ყოველდღიურად რაიმე სანუდეშო სიტყვა შევითვისოთ. გულთაშინა ჩვენთა სასიხარულო, გამამხნევებელი აზრები დავიმარხოთ. გამუდმებით ვიჭვრიტებოდეთ სახარებაში ქრისტეს ნათელ ხატს უმზერდეთ და სული ჩვენი სინათლისა და სიხარულის წყაროსთვალად იქცევა. იმიტომ რომ ხარი ხართა რომ დააბანზნეს ისთვის ამ ფერსაო. სულ ქრისტესთან და მის მოძღვრებასთან რომ იქნები, რა თქმა უნდა, ქრისტეს დაემსგავსებ. ქრისტიანობის საიდუმლოება და შედეგი უნდა იყოს ქრისტეს მიმსგავსებულობა, ღმერთშემოსილობა. ისე როგორც უკეთურთან თუ დაებმები, შენც უკეთური გახდები. და ეს უკეთურები აჭენებენ არა მარტო ინტერნეტზე, სხვა ყველგან დიდ და წვრილმან მოვლენებში ყველგან ცდილობენ ეს თავიანთი LGBT-ური შეხედულებები და ესენი ძალმომრევებით და ვისი უფლებები ირღვევა სინამდვილეში. ესენი არის ორმაგი სტანდარტის ბინძური პოლიტიკოსები. არც უნდა გაიხედა წმინდა მამები გაბრიელი და სხვები გვაფრთხილა. ბოლო დროს სასარგებლო ტელევიზორში არ ჩაიხედო იქ. იქიდან დაგელაპარაკებათ ანტიქრისტეო. და ეგ დროც ახლოვდება. ქრისტეს ნათელ ხატს უმზერდეთ მას და სული ჩვენი სინათლისა და სიხარულის წყაროსთვალად იქცევა. არა მარტო ჩვენ გადავრჩებით ესე, არამედ სხვასაც შევეწევით გადარჩენაში. მაშინ უფლისმიერი სიხარული და მშვიდობა ღვთისა, რომელიც მას ყოველთა გონებათა, ჭარბად იქნება ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენ უკვე აქ დედამიწაზე ვიგენებთ, რომ სიხარული მარჯვენესა შინა ღმრთისასა არ უგონისამდე. ამენ.